შეგვიძლია მაშინ დავიწყოთ. ბავშვობის ტრამვა. ტვინი შერყევა. რამდენი წლის იყავით? 5 წლის. ბურთი მომხვდა. ნაპერწკლები წამომივიდა თვალებიდან და ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისეთი შთაბეჭდილება ტვინი შერყევა, რომელიც მიიღე ბავშვობაში. ენას ძვალი არა აქვს? ენას ძვალი არა აქვს. იმიტომ რომ ენა ყველაფერს იტყვის იმას, რასაც დაუშვათ ძვალი რო გქონდეს ალბათ უფრო გაუჭირდებოდა. დუმილი ოქროა? ოქროა, ძალიან ხშირად ოქროა. და ძალიან ხშირად ფარავს სწორედ იმას, რომ ენას ძვალი არა აქვს და ისევ დუმილი ჯობია. სად გადის თავისუფლების ზღვარი? სადაც თავისუფლება მთავრდება და თავისუფლება არ მთავრდება. თავისუფლების ზღვარი არსად არ გადის. რაიმე ჩარჩო არსებობს? ჩარჩო არ არსებობს. ჩვენ გვქნით ჩარჩოებს. ჩარჩოებს ჩვენ ვიგონებთ. ჩარჩო არ არსებობს. სამყარო თავისუფალია და უსაზღრო და ჩარჩო არაფრის მიმართ არ არსებობს. ყველა ჩარჩო ჩვენი მოგონილია. შეუწუხები ხართ როდესმე თქვენივე ჩარჩოს? ძალიან. კარგია შეზღუდვები. შინაგანად ძალიან მიყვარს თავისუფლება, მაგრამ ყველაფერს ზღუდავ მთელი ცხოვრება. ხალხი რას იტყვის? თავარია ხალხი რას იტყვის. ამიტომ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩარჩო, იმიტომ რომ თავარი არის ჩვენთვის რას იტყვის ხალხი. ყოველთვის ითვალისწინებთ ხალხის აზრს. ვითვალისწინებ, მაგრამ ეს არ მშველის იმისთვის, რომ ყოველთვის ისე მოვიქცე, როგორც უკეთესი არის, იმისთვის, რომ ხალხმა არაფერი არ თქვას. რთულია? ძალიან რთულია. თქვენი წყობიდან გამოყვანა რთულია? მე მგონი ძალიან, ჯერ არ გამოვსულ ვარ. არასოდეს? არა. არაფერი გაგიფუჭებიათ ასე? ძალიან ბევრი რამე გამიფუჭებია, ძალიან ბევრი რამე და სულ შეცდომებს უშვებ მთელი ცხოვრება და სულ რაღაცა ისეთი გზნობა მაქვს, რომ სულ ყველას მინდა ვთქვა, რომ აი მაპატიეთ. ძალიან ბევრი რამე გამიფუჭებია და ყოველდღე ვაფუჭებ. და თან ვიცი რომ არ უნდა გავაფუჭო და აი წინასწარ ვიცი რომ არ უნდა გავაფუჭო და მაინც ისე გამომდის რომ ვაფუჭებ. ბოლოს ვის თხოვეთ პატიება? ეხლა ყველაზე მეტად ჩემ დას ვთხოვ პატიებას ძალიან ხშირად. ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველაფრის მიმართო პატიებას თუ რაიმე მისთვის ჩემს ცხოვრებაში მიწყენინებია ან დამეშავებია. ეგ ყველაზე მეტად მაიას თხოვ პატიებას. მოგეცათ ჩანსი პირადად გეტყვი? არა, მე წერილობით. გაგიღიმიათ, როცა გეტირებოდათ? წარეთ. მაგრამ ცრემლები ვერ შემიკავებია, როცა მეტირება და მაგრამ ძალიან ამ ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად არ ვაცრობ თავისუფლებას ტირილის. ცრემლებს მალავთ? მალავ. გამოგდით? ისიც რა თუ არ დავწერე არაფერი თუ წერა დავიწყე და რაღაცა მივეცი თავს საშუალება სენტიმენტის რომ აი რაღაცა თუნდაც სიტყვა დავწერო მაშინ აღარ გავამდის ამიტომ არაფერს არ ავწერ მარტო ბეჭდა მაშინ ასე გითხოთ ბოლოს როდის დაწერეთ ხო ბოლოს გუშინაც დავიწყე წერა და გავჩერდი ცრემლი წამომევიდა ერთი ცრემლი და შევიკავე და გავჩერდი თქვენს დასწერდით დიახ კეთილი შური არსებობს კი როგორ არა როგორია? ეს ის არის, რაც მე ჩემ დასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად მქონია და ჩემს უთის ყველაზე ახლობელია და ამიტომ ეს კეთილი შური ყველაფრიდან მოდის. მაგალითად, განსხვავებული სათამაშოდან დაწყებული, განსხვავებული თოჯინიდან დაწყებული და მე ეს ყველაფერში უკვე მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ მოქმედებასთან დაკავშირებით უკვე ვლინდება და ძალიან ხშირად გაწუხებს ადამიანს, მაგრამ არის. ეს არ არის ბოროტ, ეს არის კეთილი შური, მაგრამ შენს გინდა ისეთი სათამაშო. თქვენი და თქვენზე ძლიერია? ჩემზე ძლიერია ბევრად, ყველანაირად. და მორცხვი არ არის? არ არის მორცხვი. მე სულ ყოველთვის მისი იმედი მქონდა და მაქვს. კომპლექსი, რომელიც წლებმა ვერ დაგაძლევინათ. სირცხვილი არის ჩემი ძალიან ისეთი განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც ხელს მიშლის საუბარში, აზრის გამოთქმაში, გამოსვლაში, აი წინ ადამიანების წინ გავლაც კი. აი ძალიან ბევრი კომპლექსი მაქვს ამასთან დაკავშირებით. სირცხვილი ყველაზე მეტი და იმისი შეგრძნება, რომ ვაიმე რაღაცას დავაშავე. სულ ამაქვს ეს. სიმორცხვის გამო ბევრი დაგიკარგავ? ძალიან ბევრი დამიკარგავ სიმორცხვის გამო. არ გიმუშავიათ ამ თემაზე რომ ვცდილობ იმდენად რომ თვითმფრინავზე დაждდომა და ფრენაც კი ვისწავლე, იმიტომ რომ გადამელახა ის შიში და ისა, რასაც აი თავისუფ ჩარჩოდან გასვლის მდგომარეობა ქვია, ისე რომ ძალიან ბევრი რამ მაწუხებს აი ესეთი ძალიან ალბათ ეს აღზრდის ის არის ბრალი არის მაინც ესე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი აკრძალვა და ის იწვევს ამ დამოკიდებულებას. არ და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყავით. სამწუხაროდ. ორ მაგათ რთული იქნებოდა ეს ყველაფერი თქვენთვის. ზუსტად ესეთი იყო როგორც გახურებულ ნახშირზე აი დაკვერჩხალზე სიარული ჩემთვის ყოველთვის გამოჩენილი მდგომარეობა და ხაზგასმული რაღაცნაირი ყურადღება ჩემთვის არის ყოველთვის ძალიან დამრჩენელი და შემაწუხებელი. და ნუ ეხლა როდესაც ეს გამოწეულია იმითი რომ დაუშვათ ისეთი რამე შეიძლება გავაკეთო, რითაც კიდე გავაღიზიანო ადამიანები, ნუ ასმაგი ტანჯვა არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ არაფერი არ დამკლებია, მათ შორის პარლამენტში რომ შევდიოდით კვერცხების როლიდან დაწყებული, სხვა აი ნებისმიერი რამ, რაც შენ სირცხვილს იწვევს, ამიტომ ძალიან ბევრი რამე ჩემთვის ტანჯვა არის.
ცნობადი სახე რომ არ ყოფილიყავით, უფრო ბედნიერად იცხოვრებდით? ხო, რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ არ მოაქვს ამას ძალიან, არა, ბედნიერად შეიძლება ეს სიტყვა არ არის, მაგრამ უფრო კომფორტულად. ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა მითია? გენდერული თანასწორობა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. მითია. მამაკაცი ყოველთვის წინ დგას. რა თქმა უნდა, წინ დგას. აი ახლა ალბათ ეს უბრალოდ ახლა ძალიან კარგად იკვეთება ეს ყველაფერი, თორე ესე იდგა, დგას და არ ვიცი კიდე რამდენ ხანს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ რაღაც თანდათან იცვლება, მაგრამ რა თქმა უნდა, წინ დგას, შედარებაც არ არის. ეს სწორია? არა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, იმიტომ რომ ხალი თანაბარია ცხოვრების ყველა სფეროში და უნდა იყოს თანაბარის ყველა სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ არის. ფემინისტი ხართ? ფემინისტი ვარ. სპეციალობითაც ფემინისტი ვარ, მე რეპროდუქტოლოგი ვარ, ან ხალთა ჯანმრთელობას ეხება ეს ამბავი და ამიტომ მე ძალიან დიდი ხანია ფემინისტი ვარ, მაგრამ ძალიან გვიან მივხვდი, რომ ფემინისტი ვიყავი. თქვენთვის ქალურ ინტუიციას უღალატია? საერთოდ ინტუიციას ჩემთვის უღალატია, ძალიან მიმდობი ვარ და ამიტომ ესე იგი, როდესაც ვენდობი ჩემს საკუთარ ინტუიციას, ძალიან ხშირად ეს ვღალატობს, რა თქმა უნდა. ალბათ ჯობია, რომ უფრო რაციო მეტი იყოს. იყო ღალატი, რომელიც გაინცადეთ? საერთოდ ღალატ ძალიან განვიცდი. ყველაზე დიდი ღალატი ჩემთვის არის სამშობლოს ღალატი, რომელსაც საოცრად განვიცდი, რა თქმა უნდა. ადამიანურ ურთიერთობებში? განვიცდი, ბუნებრივია, მაგრამ იცით რა, მე იმაზე მეც არასოდეს არ მიმაჩნია, რომ ადამიანს რაც შეუძლია იმას აკეთებს და თუ კი მას აი ესეთი მდგომარეობა შეემთხვა და გიღალატა, ესე იგი გამოუვალ მდგომარეობაში იყო. ანუ გამართლებას არ განვიკითხავ საერთოდ. რთულია იგივე ურთიერთობის დაბრუნება, რაც მანამდე იყო. ვიცი და ვაფასებ ისე როგორც არის და ვეგუები იმ მდგომარეობას როგორც არის. ბოლომდე შეგიძლიათ ღალატი აპატიოთ? გულწრფელად. კი, აბსოლუტურად. კი, ვაპატიებ ყველაფერი ადამიანური, რაც არსებობს, ჩემთვის არაფერი არ არის უცხო და ამიტომ ჩემთვის მისაღებია ყველაფერი, გასაგებია უბრალოდ, მისაღები სხვა გასაგებია. ნდობას არ კარგავთ? არ კარგავ. ტრადიცია, რომელიც არ მოგწონთ. ძალიან ბევრი ტრადიცია არ მომწონს. მაგალითად, შეიძლება ახლა ესეთი იყოს, მაგრამ თამადის ინსტიტუტი, გაჩუმდით. აი ნუ ძალიან ცუდად ხდები, ამიტომ მირჩევნია რომ არ ვიყო ისეთ ადგილას, სადაც უნდა ადამიანების დიდი უმრავლესობა აბსოლუტურად გაჩერდეს. იმიტომ ეს ძალიან ძნელი ხდება გარკვეულ პერიოდში. აი ნუ მაშინ ესე ვიტყვი თამადის ინსტიტუტი. თქვენ არ გითამადიათ? არა, არ მითამადია. რისი გეშინიათ ყველაზე მეტად? მე მეშინია დავარდნის გადმოვარდნის მოსრიალების, აი ესეთი ფობია მაქვს ამისი და ნუ შარშან დამარტყა მანქანამ, მაგალითად 14 იანვარს და ნუ რა თქმა უნდა ეს იყო ის, რისიც მე მივხვდი რომ აი ამისი მეშინოდა ძალიან. ეს სად მოხდა? ბაკურიაში, პირდაპირ გზაზე და ნუ ესე რაღაცა საოცრება იყო, რომ ესე გადავრჩი. ამიტომ აი ის რისიც მეშინოდა ძალიან ზუსტად განვიცადე, რომ ეს იყო საშიში. ბოლოს როდის ჩავარდით უხერხულ მდგომარეობაში? ბოლოს უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდი ჩემს შვილიშვილთან მიმართებაში რაღაც იცით რა ბავშვების კითხვები ძალიან ხშირად გაგდებს უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც ისეთ კითხვებს გისვენ, რომლისთვისაც ჩვენ მზად არ ახარ. და რა გკითხათ? პირადი ცხოვრების შესახებ მკითხა ჩემმა შვილიშვილმა რაღაც ისეთი, რამაც მე ჩაბაგდა უხერხულ მდგომარეობაში ძალიან. რა დაინტერესა? ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობის ამბები რაღაც, მაგრამ ისეთი დეტალი მკითხა, რომელიც აბსოლუტურად არ ვიყავი მომზადებული, რომ იმისთვის პატარა არის და იმისთვის სათანადო პასუხი გამეცა. სხვის ომში ყველა ბრძენია? არა, რა თქმა უნდა. თავხედობა არის სხვის ომზე, აი უაპელაციოდ საუბარი ბრძნულად. სამართალმა როდის შეიძლება ვერ ჭამოს პური? სამართალმა ძალიან ბევრჯერ შეიძლება ვერ ჭამოს პური, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი პურს ვერ აჭამს. კანონი იმისთვის არსებობს, რომ დაერქვეს? არავითარ შემთხვევაში. კანონი არსებობს იმისთვის, რომ კანონის მიხედვით იცხოვრო. კანონი არის საუკეთესო ჩარჩოებს შორის და საუკეთესო ცივილურ ურთიერთობებს შორის. არასოდეს დაგირღვევიათ კანონით. როგორ არ დამირღვევია, მაგრამ განვიცდი, არა ვარ კანონით, შინაგანად არა ვარ, კანონმორჩილი ვარ ძალიან. ასაკის მატებასთან ერთად რა გადააფასეთ? ძალიან ბევრი რამე, ცხოვრება გადავაფასე, თავისუფლება გადავაფასე, გენდერული თანასწორობა გადავაფასე, ადამიანი გადავაფასე თავისთავად, ღირებულება მთავარი, როგორ თავარი ღირებულება, სამშობლო გადავაფასე. თქვენს ოჯახში როგორ იყო? დაცული იყო გენდერული? დედას და მამას შორის დაცული იყო. გენდერული თანასწორობა, ჩვენთან იცით როგორი არ ოჯახში დაცული იყო გენდერული თანასწორობა. თქვენს და თქვენს მეუღლეს შორის? აბსოლუტურად დაცული იყო. იცით პერიოდი იყო ისეთი, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა, ხო, ნუ ჟურნალისტი კაცი, რომელიც მუშაობს დაუშვათ 3000 ხალთან ერთად. ის თუ არ დაიცავს გენდერულ თანასწორობას, ვერ იმუშავებს. რამდენადაც მე ვიცი, ზაზა იყო ძალიან ტოლერანტული და ძალიან თან ქალიშვილის მამა იყო, ისე რომ მისთვის ეს მისაღები იყო ყველანაირად. პოლიტიკაში წასვლა გინანიათ? არასოდეს არ მინანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდის დასაწყისი, არასოდეს არ მინანია, იმიტომ რომ
ისეთი ადამიანები გავიცანი ყველგან მთელ საქართველოში, რომლის არსებობის შესახებ არასოდეს წარმოდგენა არ მექნებოდა. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. და სიმძიმე რაში გამოიხატებოდა? სიმძიმე ძალიან მძიმე იყო, იმიტომ რომ მომიწია ეს ცხადია, იმიტომ რომ ჩვენი პარლამენტში შესვლის შემდეგ ორ თვეში დაიწყო ომი და ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, ხოლო ამის შემდეგ თავისთავად, რადგანაც ვიყავი საჯარო პირი, ყველაფერი რაც მოხდა, მე შემდგომ ჩემს ცხოვრებაში, ჩემს თავზე და ჩვენი ოჯახის თავზე დაკავშირებული იყო პოლიტიკასთან, პირდაპირ პოლიტიკასთან და მეტი არაფერთან. ჩემმა პოლიტიკაში შესვლამ გამოიწვია ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ბევრი ტრავმის მიღენება. მტრები შეგემატათ? გამიჩნდა, რომელიც არ მყავდა საერთოდ. იცით, ვინ არიან თქვენი მტრები? ხო, ესე აი ხაზგასმულად მოდი ესე ვთქვათ, რომ მტრებს არა, ნუ ადამიანები, რომელსაც არ უყვარვარ, დიახ, ვიცი, რა თქმა უნდა. მათთვის თვალებში ჩაგიხედავთ? თვალში თუ არ ჩამიხედავს, ყველანაირად ვცდილობ, რომ შორიდან გადავცე ჩემი განწყობა მათ მიმართ. და რას ელოდებით? კეთილგანწყობა საბოლოოდ, იმიტომ რომ ეს არაფერი საბოლოოდ გასაყოფი არ აქვს სინამდვილეში საქართველოში პოლიტიკაში. ჩვენ ვართ სხვადასხვა აზრზე მყოფი ადამიანები, რომელიც არ ვიცით, როდის გადაიკვეთება ჩვენი აზრები და აუცილებლად გადაიკვეთება იქ, სადაც სამშობლოს საზღვარია, საერთო. გჯერათ, რომ მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ, გულწრფელად? დიახ, ჯერა. პირად ცხოვრებას, წარმატებულ კარიერაზე მეტი ბედნიერება მოაქვს? არა. არ მაქვს. წარმატებული კარიერა ისეთივე საინტერესოა, როგორც საინტერესო პირადი ცხოვრება. ნაუჭი ხალის სიმდიდრეა? არა, საერთოდ არ არის სიმდიდრე. ძალიან არ მიყვარს, მაგრამ რეალობა არის ნაუჭი. განიცდით? კი, არ მიყვარს ნაუჭები, არ მომწონს. მაგრამ რას ვისურვებთ? კარიერულ წინსვლას, როდესმე თქვენთვის აზრი დაუკარგავს? კი, ეხლა დაკარგა სრულიად. ჩემთვის კარიერულმა წინსვლამ აზრი, აი ეხლა ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების და რაღაც ეტაპზე მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ კარიერული წინსვლა ჩემთვის იყო საინტერესო და ეხლა სრულიად დაკარგა აზრი, სხვანაირად უყურებ ყველაფერს ამას. ადამიანი, რომელმაც რადიკალურად შემცვალა. მიხეილ სააკაშვილი. რა მხრივ შეგცვალათ? ჩემი ცხოვრების მიმართულება შეცვალა. როგორ? მე მოვედი პოლიტიკაში. მარტივად აგითანხმათ პოლიტიკაში მოსვლაზე. იცით რა, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ასე ჭირდებოდა ჩემი აზრით, ჩემს ქვეყანას. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩემი თანხმობა იყო აბსოლუტურად გულწრფელი. თავშესაფარი. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია თავშესაფარზე. არ იცი, როდის სად დაგჭირდება თავშესაფარი. მიფიქრია სწორედ კიდე ერთხელ ხაზგაუზო მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის მოვლენები ვნახე, იმიტომ რომ მე ვნახე, რომ ჩვენ თავშესაფრის გარეშე ვიყავით დარჩენილები. ყველანი ერთად მთელი ქვეყანა თავშესაფრის გარეშე ვიყავით დარჩენილები და ჩვენი თავშესაფარი აღმოჩნდა ის კეთილგანწყობა და ის დამოკიდებულება, რაც გამოიჩინეს ჩვენს მიმართ 6 სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტმა, როდესაც მათ დაგვიფარეს. მეგობრისგან უმადურობა ბევრჯერ გამოგიცდიათ? გამომიცდია. ალბათ ჩემგანაც გამოუცდია. ადრეულ ასაკში? ადრეულ ასაკში ძალიან მძაფრად განვიცდიდი და ეხლა ამას ესე აღარ განვიცდი. და ამ ადამიანებთან აგრძელებთ ურთიერთობას? ვაგრძელებ დიპლომატიურ ურთიერთობას. ცხელგულზე მიღებული გადაწყვეტილება გინანიათ? ძალიან და ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჯობია რომ ერთი ღამე გაათენო სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ და დილას მიღებული გადაწყვეტილება ჯობია. ფულს მოაქვს ბედნიერება? ფულს მოაქვს სტაბილურობა და სიმშვიდე. ბედნიერება? არა. ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი. ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, გამორიცხული. ბედნიერება ეს არის, აი ყველას უსურვებ ბედნიერებას უსხვაგრძო, რომელიც არ იყიდება საერთოდ. რომ შემეძლოს ჩემი ცხოვრებიდან ამ პერიოდს ამოვჭრიდი? ხო. ნამდვილად ამოვჭრიდი, ოღონდ ძალიან დიდი ხნის პერიოდს. მე მინდა გითხრათ, რომ მე ამოვჭრიდი 26 წლის პერიოდს და დავამთავრებდი 26 წლის წინათ. საერთოდ. არაფერი, იმიტომ რომ აი მაშინ როდესაც ჩემი მეუღლეოდ გახდებოდა, მანამ დავამთავრებდი, იმიტომ რომ აი რაღაც ამოვჭრიდი და დავასრულებდი, ფინალი იქნებოდა ძალიან კარგი. უბრძოლველად დავნებდი? სულნებდები უბრძოლველად. ყოველთვის? კი, არა ვარ მებრძოლი ბუნების ადამიანი. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ. წაგებულ ომს ნიშნავს ეს ყველაფერი? არა, წაგებულ ომს არ ნიშნავს. წაგებულ ომს არ ვაღიარებ არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ უბრძოლველად ვნებდები იმას, რაც დაუშვათ უშუალოდ პირადად მე შეიძლება მეხებოდეს. რაც შეეხება ჩემი ქვეყნის ბედს, ჩემი მეგობრების, ადამიანების, რომელიც მიყვარს, იქ ჩემი დანებება შეუძლებელია, გატეხვა შეუძლებელია, განადგურება შესაძლებელია. მარტოობა არჩევანია? არჩევანია. მარტოობა ჩემი არჩევანია. მეუღლის შემდეგ? ჩემ შემთხვევაში ჩემი არჩევანი. დიახ. რთულია? ძალიან. არ მიყვარს საშინლად. საერთოდ არ მიყვარს მარტოობა, მაგრამ იცით რა, ეს არის არჩევანი, რომელიც გიწევს ცხოვრებაში, რომ უნდა გააკეთო და ამ არჩევანს მე უნდა პატივისცე და შესძლო ამ არჩევნის დაცვა, მაგრამ ძალიან რთულია. ყოველთვის გჭირდება შენი მეგობარი გვერდზე, შენი ადამიანი.
ადამიანი გაჩენილი ხარ, იმიტომ რომ გჭირდება მეორე ადამიანი, ძალიან ძნელია. ნახევარი ხარ, როდესაც მეორე ადამიანის გარეშე ცხოვრობ. არ გინანიათ არასოდეს ეს არჩევანი? არა, არ მინანია. დიდი სიყვარული არ მეორდება? არა, არ მეორდება. სიყვარული ცხოვრებაში არის სულ, მაგრამ დიდი სიყვარული არ მეორდება, განუმეორებელია და არაფერს არ შეედრება. არასოდეს. თავის თავსაც არ შეედრება. არასოდეს აღარ გიფიქრიათ ოჯახ შექმნაზე? არა, არ მიფიქრია. არა, პირიქით, მიფიქრია, რომ არ შევქმნიდი ოჯახს თავიდან. მორჩა ამით დავასრულე. ქალისა და მამაკაცის ბედნიერება განსხვავებულია? ხო, ალბათ კი, ძალიან. მე მგონი ძალიან განსხვავებულია. იცით რატო? ბუნება ხო განსხვავებულია ქალის და მამაკაცის და შესაბამისად ბედნიერების შეგრძნება და რეცეპტორებიც ქალს და კაცს რა თქმა უნდა სხვანაირია. რომელი უფრო მარტივი მოსაპოვებელია თქვენი აზრით? ქალის თუ მამაკაცის ბედნიერება? კაცის ბედნიერება უფრო ადვილი მოსაპოვებელია. ქალის ბედნიერება ძალიან ბევრი დაბრკოლების წინაშე დგას და ძალიან რთული მოსაპოვებელი და ძალიან რთული შესანარჩუნებელია. ბოლო პერიოდში ბევრმა ახლობელმა გაქცია ზურგი. არა, უბრალოდ დამივიწყეს. არ მაქცია ზურგი, დამივიწყეს. ნუ იცით როგორ არის, აი ხო რაღაცა პერიოდია, როდესაც ვიღაც ადამიანებზე არ ფიქრობ და ესეთი განცდა მაქვს უბრალოდ. ან და შეიძლება იცით როგორი ის არის განცდა, რომ ადამიანებს ეშინიათ იმ აურის, რომელიც ჩვენს გვერდზეა და ამიტომ ჩვეულებრივად რო გითხრათ, რომ რაღაცა ზურგი მაქციეს, არ იქნება მართალი. მე მგონია რომ მათ საქციელს თქვენ გამართლებას უძლებთ. ხო, არა, ზურგი არ მაქციეს და იმიტომ. ვერ დავაბრალებ, რაც არ გაუკეთებია. თუმცა ხშირად აღარ კონტაქტობთ. არა, საერთოდ ხო, რა თქმა უნდა, კონტაქტი გაწყდა. წყინთ? არა. გულწრფელად. არა. რატო უნდა მეწყინდოს, იცით რა? მე თვითონაც ხო ესეთი ადამიანი ვარ, რამდენჯერ მინდა ვიღაც ადამიანთან, რომ გამოვიჩინო ყურადღება და დაუშვათ დამირცხენი ან შემდგომისთვის გადამიდი არა და იმ დროს ჩემი ყურადღება როგორი მნიშვნელოვანი იყო, ეხლა ვხვდები ამას ისე რომ თუმცა მათ იციან რომ დღეს თქვენ ყურადღება გჭირდება. ხო, იციან, მაგრამ გასაგებია აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანს ყველას თავისი პრობლემა აქვს, ყველას თავისი შეხედულება აქვს, ამიტომ ეს არ არის საწყენი ეს არის ჩვეულებრივი რეალობა. ადამიანი რომელთან ურთიერთობასაც ნანობთ. კი, არიან ესეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც ნამდვილად ნანობ ურთიერთობას, არა იმიტომ რომ ჩემი მტრები არიან, უბრალოდ ურთიერთობას ნანობ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ისეთი ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება რომ არ მოიტანოს აი რაღაცა დადებითი შედეგი, ჯობია რომ არ იყოს ეს ურთიერთობა, არ არის აუცილებელი. ბევრნი არიან ასეთები? არა, ბევრნი არ არიან. მე რამდენიმე ადამიანი არის ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც იცით, აი უბრალოდ აი საერთო მსოფლმხედველობა არ აქვს არაფერთან დაკავშირებით, ამიტომ ძალით ესეთი ურთიერთობები მე ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ადამიანებს შორის ეს მხოლოდ და მხოლოდ აი არაფერს არ იწევს, შედეგამდე არ მიდიხარ. რის გამო შეიძლება წაშალოთ ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან? როდესაც ადამიანი არის მოძალადე და განსაკუთრებულად ეს ძალადობა ვლინდება, იცით, ესეთი ადამიანი ჩემთვის არის მოძალადე ადამიანი თავისთავად ჩემთვის არის მიუღებელი, არ შემიძლია. რა მსხვერპლის გაღება შეგიძლიათ ოჯახის წევრისთვის? არ ვიცი, ჯერჯერობით გამოვიდა, რომ არავითარი მსხვერპლი მე არ გამიღია და ოჯახის წევრებს ჩემს გამო მოუხდათ სხვადასხვა მსხვერპლის გაღება, არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ დაუყედებია ვარ ცხოვრებას ჯერჯერობით ასე, რომ მე გავიღო მსხვერპლი, ვერ გავიღე ვერც ერთი მსხვერპლი, რაც მე უნდა გამეღო, ვერ გავიღე. თქვენი ეჭვიანობა როდესმე გამართლებულა? თუ რამეზე ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ არა ვარ ეჭვიანი ბუნების ადამიანი და თუ რამეზე ეჭვი მაქვს, საბოლოო ჯამში მართლდება ხოლმე, კი? არც მეუღლესთან არ არ ვიყავი ეჭვი. არა, ნუ ეხლა როგორ უნდა ეჭვიანო, როდესაც ადამიანს უწევს, იცით რა, თავიდანვე უნდა მოცემულობა შეეჭვიო, რომ აი ამ ვითარებაში ყოველდღიურად მაშინ შეიძლება საგიჟეთში მოხვედრილიყავი, რომ მე ეჭვიანა, იმიტომ რომ ეხლა როცა ამდენი ლამაზ ქალბატონთან ურთიერთობა აქვს მამაკაც და იქ შეიძლება ეჭვიანო, ნუ მაშინ ვერ გაუძლებ ამას, გამორიცხულია და თვითონაც ესეთი შარმიანი და საინტერესო მამაკაცი როდესაც არის გამორიცხული. არა, არ მიეჭვიანია, საერთოდ არ მიეჭვიანია. ფიზიკური ანგარიშსწორები დაგმუქრებიან? კი. დამუქრებიან. ეს როდის მოხდა? სწორედ მაშინ, როდესაც პოლიტიკაში ვიყავი და Facebook-ზე მაშინ მიწერ-მოწერა იყო ამასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩემი თანაშემწე მატყობინებდა ხოლმე და იყო იქა ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით საუბარი და მაქვს კიდევაც ეს ჩანაწერები. და ძალიან ისეთი, რო გითხრათ ახლა, რომ ძალიან მსუბუქად ვიგრძენი თავი, ესე არ იყო, მე შემეშინდა. რეალური ადამიანი იყო? კი, რეალური ადამიანი იყო. იცნობდით? კი, არ ვიცნობდი, ვიცოდი გავიგე მის შესახებ, მხოლოდ აი ესე Facebook-ის მეშვეობით. მოწერის გარდა რაიმე ქმედება? არა, არ ქონია ჩემს მიმართ რაიმე ქმედება, არც შემხედრე არასოდეს. განაცხადეთ ამის შესახებ? კი, როგორ? დეპრესიიდან მხოლოდ საკუთარ თავს შეუძლია გამოგიყვანოთ? საკუთარ თავს პირველ რიგში რომელმაც უნდა ამოწიოს ადამიანი, მაგრამ კიდე ადამიანებს, იმიტომ რომ ჩემს სიცოცხლეში მაგალითად, როდესაც არა მარტო დეპრესია, არამედ აი კიდე უკიდურესი და ამ გადაცემის ფორმატში ამას არ აი კიდე უფრო არასი მდგომარეობა მქონია. ყველაზე დიდი გზა, ხიდი და გადარჩენა არის ადამიანი, ზარი ადამიანის, განწყობა ადამიანის, ტირილი პატარა ბავშვის და უშუალოდ აი მოთხოვნა იმაზე, რომ სხვა სჭირდები უფრო მეტად, ვინმე შენი დეპრესია ამ წუთში არის აქტუალური. როგორც კი
სხვისთვის საჭირო ხდები, დეპრესიიდან იმ წუთში გამოდიხარ, მე ისევ ბრუნდები, მაგრამ კიდე თუ საჭირო ხარ, აუცილებლად ამ დეპრესიას დაძლე. რამდენ ხანს გაგრძელდა ყველაზე დიდ ხანს დეპრესიული პერიოდი? დეპრესიული პერიოდი გრძელდება, საერთოდ დეპრესიიდან სრული გამოსვლა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ძნელია. დეპრესია პერიოდულად შემოგიტევს, დაძლევ და ისევ შედიხარ დეპრესიაში. მე ისევ გამოდიხარ და ალბათ არ ვიცი, როდის ვთავრდება, არ ვიცი. ალბათ სიცოცხლესთან ერთად ვთავრდება დეპრესია. თრობას სიამოვნებას განიჭებთ? არა, არ მანიჭებს. იმიტომ რომ ფხიზელი გონება მიყვარს. როდესმე დაგილევიათ ზომაზე მეტი? გამოსაშვებზე, სკოლაში. სკოლაში მახსოვს ძალიან დიდხანს მეძინა მერე და სახლში როგორი რეაქცია ჰქონდათ? საოცარი, ისეთი ოჯახი იყო, რომ ეს იყო მათთვის მაგრამ გამოსაშვები ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ჩარჩოებისგან გამთავისუფლდი. გაგიბრაზდნენ? ძალიან. მაგრამ არა უშავს, მეტი გამოსაშვები არ მქონდა, ამიტომ გასაშვები არსად არ ვიყავი და ამიტომ ეს დღე იყო ჩემი დღე. როდისმე რწმენა დაგიკარგავთ? არ დამიკარგავს პირიქით. სულ ყოველთვის უფრო მეტად ვპოულობ. აი, როდესაც მგონია, რომ აი ამის იქით გზა აღარ არსებობს და ამის იქით გზა არის რწმენა. ამის იქით და ყველაფრის იქით გზა არის რწმენა. მონასტერში წასვლაზე გიფიქრიათ? ძალიან მცირე ხანი და მაშინვე მივიღე ამასთან დაკავშირებით პასუხი, რომ არა და მე აღარ მიფიქრე. ძალიან მცირე ხანი. პასუხი? რომ არ არის საჭირო ამ გზის სარჩევა, იმიტომ რომ შენ ჯერ ბევრი გასაკეთებელი და საკუთარი თავისგან იყო ეს პასუხი? დიახ, საკუთარი თავისგან. როცა ერთ ლოყაში გაგარტყავენ, მეორეც უნდა მიუშვირო. არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში სწრაფად ხელი უნდა გამოიღო, არ უნდა მიუშვირო. ახსარება. მithქვავს. და ვამბობ მთელი გულწრფელობით და გულით, მაგრამ დაკვირვებით და ძალიან ხშირად არა, იმიტომ რომ ვცდილობ, რომ რაღაც ადრე ვამბობდი, ეხლა წერ და ბევრად უფრო ისე ვაყალიბებ ამას, იცით, როგორ იცით, აი ძირითად მიმართული არა, აღარ ვყვები. რამე დაგიმალავთ ახსარების დროს? კი, დამიმალავს და მე შემდეგში მაინც ვცდილობ, რომ მაინც ეხლა გლობალურად ვამბობ, უფრო მეტად, რომელშიდაც ვცდილობ, რომ არაფერი არ და აზბაში ნაზრი არ აქვს. რომ შეგეძლოთ, ვის მოუხდიდით ბოდიშს? ჩემს მშობლებს. პირველ რიგში, ბევრ ადამიანს ძალიან კიდევ, რომელსაც ჩემს გამო და თუნდაც იმითი, რომ ფიქრობ, რომ მე ვარსებობ და ზიანი მიადგათ, ყველას ბოდიშს მოუხდით. თამტო რუსთან, არის თემები, რომელზეც საუბარი უხერხულობას გიქმნით? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი თემა არის, რომელიც უხერხულობას მიქმნის. რა თემებზე? კონკრეტულად ეს არის ძირითადად რაც ეხება, აი ახლა ჩვენს ბოლო პერიოდის მდგომარეობას და იმ ბიზნესს, რომელშიც მონაწილეობთ, ძალიან დიდ უხერხულობას მიქმნის. ხშირად გეკითხებიან ამ თემაზე ალბათ. არა, იცით რა, არ მეკითხებიან. არასოდეს არ მეკითხებიან, ხშირად კი არა, არასოდეს. გარდა იმისა, რომ დაუშვათ სასამართლოში, აი 104 სასამართლო პროცესზე მივდივარ კიდე 28-ში. აი იქ ვისმენ ამას, არა. პირად ცხოვრებაზე როცა გეკითხებიან? პირად ცხოვრებაზე არ მეკითხებიან. ჩემი უახლოესი მეგობრები თუ მეკითხებიან, იციან იქვე პასუხი. ამიტომ არ მეკითხებს უხერხულობას, იმიტომ რომ არ არის საუბარი, არ აქვს საუბარი. არა